საქართველოს პარლამენტში 150 სკამია. აქედან ქალები მხოლოდ მე-10-ზე სხედან. ამ მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოს ქვეყნების 100-ულშიც კი არ შედის. რადგან ამის უკან ქალების თავისუფალი არჩევანი თუ ღრმა უთანასწორობა საზოგადოებაში. ზოგადად რას გულისხმობთ, როცა სქესთა თანასწორობაზე ვსაუბრობთ? ქალად ყოფნის ფასი ჩვენი დღევანდელი თემაა. ეს პირველი არხია გადაცემით ცხოვრება ციფრებში. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ცხოვრებას ციფრებში, მე გახლავართ მისი ავტორი და წამყვანი შოთა დიღმელაშვილი. საქართველო ჩინეთთან ერთად მსოფლიოში მოწინავეა. რაში? შერჩევით აბორტში. 10-ში 1 გოგონა შერჩევითი აბორტის მსხვერპლია, გენდერციდი წერდა ჩვენზე ჟურნალი ეკონომისტი. თუმცა დაბადებით პრობლემები არ თავდება. ოჯახში გოგონებისგან ნაკლებს მოელიან და სამსახურში ქალებს ნაკლებს უხდიან. რა კავშირია ქალებზე ძალადობას, განსხვავებულ განათლებასა და თუნდაც პარლამენტში ქალების ნაკლებობას შორის. რომელია ქათამი და რომელი კვერცხი, ჩაგვრა თუ ეკონომიკური უთანასწორობა. დღეს აქ ამ კითხვებზე პასუხს გავიგებთ, როგორც ყოველთვის ამ თემას გავშლით ფაქტების, რიცხვების, პროცენტების, ლარებისა და თეთრების ენაზე, ამის იმედს გვიმყარებს გამორჩეული ცოდნისა და გამოცდილების მქონე სამეული ჩვენი სტუმრები, რომლებიც დაგვეხმარებიან დავადგინოთ, რა არის ქალად ყოფნის ფასი. გაგაცნობთ მათ. ბაია პატარაია, ქალთა უფლებების აქტივისტი, უფლებადამცველი ორგანიზაცია საფარის დირექტორი, ეს ორგანიზაციაც ქალთა ორგანიზაციაა და იღწვის ქალთა უფლებების ადვოკატირებისთვის. დავით ჯიჯელავა, იგი ჯეუველში მუშაობს და ეს უნდა წავიკითხო, იგი ავტორია კვლევისა ქმედების საზოგადოებრივი ლიცენზია გენდერულ პრიზმაში, გამოწვევები განვითარების ხელშემწყობ პროგრამებში ქალთა ინტერესების გათვალისწინებისას. მესამე სტუმარია ირინე კვახაძე, კომერციული ბანკინგის სფეროდან, ამჟამად მუშაობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, დირექტორის მოადგილე. იგი ხშირად ყოფილა სპიკერი ეკონომიკური განვითარებისა და გენდერული თანასწორობის თემაზე ჩატარებულ საერთაშორისო თუ ლოკალურ კონფერენციებზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დავიწყოთ პირველი ქვესათაურით, ეკონომიკური თანასწორობა. პირველი სტატისტიკა. ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში დასაქმებული ქალები საშუალოდ 318 ლარით ნაკლებს გამოიმუშავებენ ვიდრე კაცები. ბოლო მონაცემებით ქალების საშუალო ხელფასი კაცების ხელფასზე 39%-ით ნაკლები იყო. ეს 2014 წლის მონაცემებია, უკანასკნელი კვლევა, რაც ვნახეთ ამ თემაზე. ვწვდეთ პრობლემას ფესვში, რა იწვევს ზოგადად ეკონომიკურ უთანასწორობას? დარწმუნებულია, რომ 2014 წლის მერე ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. ძირითადად ბევრი ფაქტორი განაპირობებს ეკონომიკურ უთანასწორობას, მაგრამ მთავარს მე გამოვყოფდი და არის ტრადიციები. ქალი თავდაპირველადვე თავიდანვე არასთანაბარ ეკონომიკურ პოზიციაში არის მამაკაცთან შედარებით, რადგან ოჯახში ქონება ეკუთვნის ქალს. ქონება კი არის ფინანსური დამოუკიდებლობის, საერთოდ ქალის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტი. ქონებაში გულისხმობს სახლს და კიდევ სხვა ტიპის ქონებას, რომელსაც ოჯახი მშობლები აგროვებენ. ეს უკვე ძალიან დიდწილად განაპირობებს შემდგომში ქალის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ანუ სოციალური უთანასწორობა განაპირობებს ეკონომიკურს თუ პირიქით, თუ რაღაც უფრო კომპლექსური? იცით როგორ არის, ვფიქრობ, რომ სოციალური უფრო განაპირობებს ეკონომიკურს, თუმცა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ქალები უფრო და უფრო მონაწილეობენ, უფრო მეტად შეუძლიათ, რომ განათლება მიიღონ, მეტი ინფორმაცია მიიღონ გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე, თავიანთ უფლებებზეც და შესაბამისად მათი დამოკიდებულება თავიანთი როლის მიმართ იცვლება და ეს მოქმედებს. ანუ ვფიქრობ, რომ საწყისი მაინც უფრო ტრადიციები და სოციალური კონტექსტია ვიდრე ეკონომიკური. და შემდეგი სტატისტიკა, ქალებში და კაცებში ანაზღაურებით უკმაყოფილება თითქმის ერთნაირია, 58% და 57%. ანუ რა გამოდის, რომ ქალები გამოიმუშავებენ კაცებზე ერთი და იგივე შრომაში საშუალოდ გაცილებით ნაკლებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთნაირად უკმაყოფილოები არიან ორივენი, როცა ლოგიკურად ქალები უფრო უკმაყოფილოები უნდა იყვნენ. რა არის ამის მიზეზი? ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ალბათ საინტერესოა ის გარემოება, რომ
ქალები ზოგადად ასწავლიან ჩვენ კულტურაში განსაკუთრებით რომ მოითმინონ და იყვნენ კმაყოფილი იმითი რაც აქვთ და ჩვენ სხვა მონაცემებს რო შევადაროთ და სხვა პრობლემებს რო შევადაროთ თუნდაც ოჯახში ძალადობას და ასე შემდეგ ჩვენ ვნახავთ რომ ძალიან ბევრ პრობლემას ქალები ხედავენ მაგრამ ისინი ითმენენ და ძალიან ხშირად ერთი დაკავშირებულია იმასთან რომ ქალ უბრალოდ შეიძლება არ იცოდეს რომ ნაკლებ ანაზღაურდება მისი შრომა მამაკაცის შრომასთან შედარებით. მეორე მომენტი არის ის რომ შეიძლება იცოდეს რომ ეს ასეა მაგრამ ეგუება ვინაიდან მას ის ვერ ხედავს გზას თუ როგორ უნდა შეიცვალოს არსებული სიტუაცია, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალებისთვის უფრო რთულია მუშაობა, ვინაიდან დამსაქმებელი, მით უმეტეს საქართველოში, მაინც პრიორიტეტს ანიჭებს კაცებს და ხშირად, როდესაც სამსახურში აყვანა ხდება, ქალს ეკითხებიან, არის თუ არა გათხოვილი, აპირებს თუ არა ფეხმძიმობას, ყავს თუ არა პატარა ბავშვები და ასე შემდეგ. და ყოველთვის ჩნდება ის განცდა, რომ თითქოს ქალს დამსაქმებლისგან სჭირდება უფრო მეტი ხელშეწყობა, თითქოს დამსაქმებელი უფრო ნაკლებად იყენებს ქალის რესურსს და შესაბამისად ქალსაც ნაკლებად აქვს ის პოზიცია, რომ მეტი მოსთხოვოს დამსაქმებელს და აი ესეთი უამრავი პატარ-პატარა კულტურალური და სოციალური მომენტი გავლენას ახდენს ზოგადად იმაზე, რომ ქალები ნაკლებად გამოხატავენ საკუთარ უკმაყოფილებას. დიდი მადლობა. მესამე სტატისტიკა მინდა ვაჩვენოთ. საქართველოში გამოკითხულთა 88%-ს მიაჩნია, რომ ოჯახის მარჩენალი უნდა იყოს კაცი. ამავდროულად 46% ფიქრობს, რომ რეალურად ქალია შემომტანი. რავი, თქვენი აზრით, რა განაპირობებს სტერეოტიპების და რეალობის ასეთ მკვეთრ სხვაობას? მხოლოდ ძალიან საინტერესო სტატისტიკა არის. საერთოდ არ მხოლოდ ამ სფეროში, არამედ ბევრგან ყველგან რეალობა და აღქმა თანხმდროში არ არის. ანუ ის რაც ხდება რეალობაში, ამას მოსდევს შემდეგ აიხლის გასვლა, რომ შემდეგ ეს აღქმაში გადაითარგმნოს. ხანდახან შეიძლება საერთოდ არ მოხდეს და ყოველთვის იყოს ასწენილი რეალობა აღქმას. ტრადიციები და გამომდინარე რაღაც ჩამოყალიბებული არის, რომ კაცი ითვლება სიმბოლურად ოჯახის უფროსად, შესაბამისად ოჯახის უფროსი არის ოჯახის მარჩენალი. რეალურად რომ შეხედო და განაზოგადო ქალებს უფრო მეტი როლი აკისრიათ ოჯახის შემოსავლის მხრივ, ანუ ამის გადათარგმნა არ ხდება. ალბათ განათლებაც გარკვეულ როლს თამაშობს ამაში. ჩვენ გვაქვს ესეთ სტატისტიკა. უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეების საშუალო შემოსავალი თვეში 723 ლარია. საშუალო განათლების მქონეთა შემოსავალი კი 402 ლარი. უმაღლეს სასწავლებელში 11%-ით მეტი ქალი ირიცხება, ვიდრე მამაკაცი. ანუ ქალების შემოსავალი საშუალოდ უფრო დაბალია, მაგრამ უმაღლესში მეტი ქალი სწავლობს. აი, რითი აიხსნება ეს? თელ სოფლიოში ზუსტად ესე არის, უმაღლეს განათლებას გაცილებით მეტი ქალი იღებს, მაგრამ შემდგომ ეს ციფრებში არ აისახება. მიზეზი ისევ და ისევ არის ისევ კულტურაში და ქალის როლის აღქმაში. ანუ ქალები ასევე ერთ-ერთი კვლევა არის დადასტურებული, რომ ქალები დამქირავებელს უთმობენ სიტყვაზე მოლაპარაკებისას 200 ლარს, მაშინ როდესაც მამაკაცები 100 ლარს უთმობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალებს და საზოგადოებას და მათ შორის ქალებსაც საკუთარი პოტენციალის გაცილებით ნაკლებად სჯერათ, ვიდრე მამაკაცებს და ქართულ საზოგადოებას თუ შევხედავთ და არა მხოლოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს მოდის საიდან, როგორც ბაიამ აღნიშნა, ქალებისგან ითხოვს საზოგადოება, რომ ვიყოთ დამჯერეები, ნაკლებად გამოვხატოთ ჩვენი სურვილები, ჩვენი ინტერესები, მივიღოთ დაკმაყოფილდეთ იმით, რაც მოგვეცა და აი ეს ყველაფერი სითამამეს, რა თქმა უნდა, გვაკლევს ეს ლიდერობა, ინიციატივა, მაგრამ სიმტკიცე, ქალური თვისებები არ არის და თუ კი ეს თვისება ქალს აქვს, ის უკვე აღარ მიიჩნევა, თქვათ საინტერესო ქალად და საზოგადოება მას 1000 გვარ სულელურს მას მიაწერს. ეს ერთი და მეორე არის კიდევ როლების გადანაწილება ოჯახში, იმიტომ რომ შემოსავლები პირდაპირ დაკავშირებულია კარიერულ წინსვლასთან. კარიერული წინსვლისთვის საჭირო არის ის, რომ ადამიანს ჰქონდეს დრო და საშუალება და ძირითადად საქართველოში ოჯახი, არა მხოლოდ ოჯახი, არამედ სამსახურის გარეთ საქმიანობა, რაც უკავშირდება მშობლების მოვლას, ბავშვის მოვლას, მეუღლის მოვლას მათ შორის, არის ქალის საქმე. ეს ნიშნავს იმას, რომ მას დრო არ რჩება პროფესიული განვითარებისთვის, ან უბრალოდ უარს ამბობს ძალიან კარგ შემოთავაზებაზე, რომელიც ფინანსურადაც ასევე შესანიშნავი არის. შესაბამისად, ეს არა მარტო ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კვლევა იყო, ზუსტად ესეთი, რომ მათ MBA დამთავრებულთა უმეტესმა ნაწილმა
მამაკაცებმა გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწიეს კარიერაში, ვიდრე ქალებმა, თუმცა საწყისი პოზიციები თანაბარი ჰქონდათ და ამბიციებიც. ვერ დავეთანხმები ეს ერთ რამეში, დამსაქმებლები უპირატესობას მამაკაცს არ ანიჭებენ და ისევ სტატისტიკიდან გამოვდივარ, თუმცა ამ შეკითხვებს უსვამენ, რაც საშინლო დისკრიმინაციულია და რა თქმა უნდა მიუღებელია. სტატისტიკას რომ შევხედოთ, ისევ და ისევ 50%-ზე მეტი არის სამუშაო ძალაში ჩართული ქალი, მათ შორის კორპორაციებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალები დასაქმებულები არიან, ისინი ჭარბობენ, მაგრამ იქ სადაც დიდი შემოსავალია, აი ზუსტად იქ არ არიან ქალები. მე მგონი იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რა პოზიციაზე არიან ქალები დასაქმებულები. როდესაც ჩვენ უკვე გადავდივართ მენეჯერულ პოზიციებზე, იმ პოზიციებზე, სადაც გამომუშავებაც მეტი ხდება ბუნებრივია და გადაწყვეტილების მიღებას და ზოგადად გავლენა მეტი აქვს ამ ადამიანებს, აქ სრული მასკულინიზაცია შეიძლება ასე ითქვას, არა მარტო სამთავრობო სექტორში, არამედ კერძო სექტორსაც, რომ გადავხედოთ ანალოგიურად სავალალო მდგომარეობა, ძალიან ცოტა ქალი არის გადაწყვეტილების მიმღები და გაცილებით მეტი არის კაცი. და ეს იმის ბრალიც ხო არ შეიძლება იყოს, რომ ტექნიკურ საგნებზე უფრო ცოტა გოგონას სწავლობს. აი სტატისტიკა გვაქვს ერთი, საინჟინრო განათლების მქონეთა ხელფასის საშუალოდ 46%-ით აღემატება სახელოვნებო განათლების მქონეთა ხელფასს. საინჟინრო განათლების მქონეთა მხოლოდ 33%-ია ქალი, სახელოვნებო განათლების მქონეთა შორის ქალის 75%-ია. ანუ ეს მათი დამოუკიდებელი არჩევანია თუ რაღაც წნეხის შედეგი? ძალიან ძნელია დამოუკიდებელ არჩევანზე საუბარი, იმიტომ რომ დამოუკიდებელი არჩევანი როგორც ასეთი წმინდად არ არსებობს. ჩვენ ვართ სოციალური არსებები და ჩვენი არჩევანი განპირობებულია იმ მდგომარეობით, რასაც ჩვენ ვიმყოფებით. როგორ ფიქრობთ, ანუ სახელმწიფომ უნდა წაახალისოს რაღაცნაირად, რომ გოგონები უფრო მეტად ჩაერთონ ან ტექნიკური საგნების სწავლაში და შემდგომ უკვე ამ ხრივ სპეციალისტენ. არის მიდგომები, რომლებიც უფრო იქითკენ იხრებიან, რომ თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს, მეც ვეუხრივ იმას, რომ თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს, თუმცა არსებობს კიდე ასეთი ცნება ლიბერტარიანული პატერნალიზმი. ანუ ეს რას ნიშნავს? ანუ თავისუფალი არჩევანი არის, კი ბატონო, ყველა ირჩევს რასაც უნდა, მაგრამ როგორც ბაიამ თქვა, ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ეს აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი არ არსებობს, რაღაცები გავლენას ახდენს. მაგალითად, მიყო ასეთი კვლევა სკოლებში, ამერიკის სკოლებში, იმისაც რომ ბავშვებს ჯანმრთელად ეკუებათ, კაფეტერიებში უნდათ რაღაც რეფორმის გაკეთება, რადგან ძალიან ცუდ რაღაცებს ჭამდნენ, ძირითადად ჰამბურგერებს, ჩიპსებს, შემწვარ კარტოფილს და ასე შემდეგ. არ და სალათები და თქო სხვა ჯანმრთელი არჩევანიც იყო. ამისათვის გააკეთა ასეთი რაღაცა, უბრალოდ თქო თვალის დონეზე, თვალის სიმაღლეზე დაალაგეს ის, რაც უფრო ჯანმრთელი საკვები იყო და რაღაც დროის შემდეგ ისო რომ გაზომეს, ნახეს რომ აბსოლუტურად შეიცვალა კვების რაციონი ბავშვების. ანუ ასეთი თქო არა ძალიან უხეში ჩარევით შეიძლება რამაც შეიძლება კიდე ბევრ სხვა რამეზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ რაღაცა წახალისება, რაღაც მექანიზმების შემუშავება, რაც თქო მისცემდა განათლების თვალსაზრისით ოჯახებს თქო იმის განცდას რომ თქო მოდი ჩვენმა გოგონამ კარგი იქნება რომ ისწავლოს თქო მათემატიკა ან გახდეს ინჟინერი ან ასე შემდეგ, ასეთ რაღაცების მოფიქრება შეიძლება. ძალიან ბევრი ტექნიკურ პატარა რაღაცა იქნება, რაც საბოლოო ჯამში ამას შეიძლება საკმაოდ დიდი შედეგი მოგვცეს. ანუ თანდათან შეიძლება ეს კარგი შედეგის გაწევას. მე შემიძლია რომ გავიხსენო კვლევა, რომელიც 2 წლის წინ ჩატარდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ეს იყო მასწავლებელთა ცოდნისა და დამოკიდებულებების კვლევა გენდერული თანასწორობის შესახებ. ანუ ჩვენ გვაინტერესებდა ზუსტად მასწავლებლები. თქვენ ორგანიზაციას შეიძლება მაყურებელსაც გავაცნოთ. ეს იყო ქალთა ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მასწავლებლები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ გარკვეულ ასაკში მოსწავლეთა დამოკიდებულებების განვითარებაზე, თვითონ საჭიროებენ ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღებას ამ კუთხით. თუმცა მათ უნდათ, რომ ამ სფეროში მიიღონ მეტი განათლება და მზად არიან იმისთვის, რომ სხვა ტრენინგები გაიარონ. იცით, ანუ მე იმას ვამბობ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ხშირად პროტესტი მოდის ხოლმე იქიდან, რომ არ იცის საზოგადოებამ რასთან აქვს საქმე და თუ კი დაინახავს ამის კეთილ, ასე ვთქვათ, შედეგებს და მიხვდება, რომ ამით შეიძლება უკეთეს შედეგზე გავიდეს თვითონ ქვეყანა და თითოეული ადამიანი, ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი ასე თუ ისე იკლებს ხოლმე. დროა გადავიდა ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილზე. პირობითი სათაურით სწორი თანასწორობა და პირველი სტატისტიკა ეკრანზე.
90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა 11%-ს არ აღემატება და აქვე მეორეც, გამოკითხულთა თითქმის 70%-ს კაცი უფრო წარმოუდგენია საპრეზიდენტო კანდიდატად, ვიდრე ქალი. შეიძლება რომ იყოს ეკონომიკური თანასწორობა, მაგრამ ეს პოლიტიკური კომპონენტი არ იყოს ძლიერი. როგორ ფიქრობ? ძნელად წარმომიდგენია, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს პირდაპირ გავლენას არ ახდენდეს, მაგრამ წარმოიდგინეთ, პოლიტიკოსები ქმნიან სახელმწიფო პოლიტიკას ყველა მიმართულებით, ხომ? ეს არის საგანმანათლებლო პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და ასე შემდეგ და ყველა კანონი რეალურად შემდეგ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. და არა მარტო კანონი, არამედ სხვა მექანიზმები, რომელთაც პოლიტიკოსები აღასრულებენ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, 50%-ზე მეტია ხშირად ქვეყნებში ქალების წილი. მათი აზრები, შეხედულებები, დამოკიდებულებები არანაირად არ არის ასახული ამ გადაწყვეტილებებში და ამ პოლიტიკებში. ეს კი რას ნიშნავს? რა თქმა უნდა, რომ ეკონომიკურ უთანასწორობასაც ახდენს გავლენას. შესაძლოა ესე პირდაპირ და ესე პირველადი გამომწვევი ფაქტორი ეს არ იყოს, მაგრამ ხელს არაფრით არ უწყობს ამ აღმოფხრას უთანასწორობის და აღრმავებს კიდეც ჩემი აზრით. ძალიან აქტუალური იყო კვოტირების საკითხი. აი ამ მიმართულებით რას ფიქრობთ? ანუ ეს კვოტებით უნდა მოხდეს შევსება პარლამენტის ქალებით. კი, ვფიქრობ, ვიცი რომ ძალიან განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ამაზე, ფიქრობენ რომ ეს პირიქით ქალის დისკრიმინაციაა და მისი დაკნინება, მისი შესაძლებლობების და ასე შემდეგ. თუმცა ვერაფრით ვერ დავითანხმები და რატომ? დღეს საჭირო ამ კვოტების შემოღება ნიშნავს რომ რეალობას უნდა ჩახედო თვალებში და თქვა რომ არსებობს პრობლემა, რომელიც შეიძლება გადაიჭრას 50 წელიწადში, მაგრამ თუ შეგვიძლია გადავჭრათ 5 წელიწადში ან 10 წელიწადში. ვფიქრობ რომ ეს არის კვოტები. თუ გადავხედავთ ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებას, ნებისმიერ სფეროს ჩვენ დავინახავთ, რომ ქალები არიან ძალიან აქტიურები, ხო? აი ნებისმიერი გადაცემა ჩართეთ, აი რაც გინდა არასამთავრობო სექტორში, გინდა კერძოში, აქტიურები არიან. მაშინ რატომ არ არიან ეს ქალები პოლიტიკაში და მე ესე მარტივად აი თქვენ რატო არ ხართ პოლიტიკაში? აი ქალთა უფლებების აქტივისტი რამდენი წელია, ხო? აი პოლიტიკაში რატო არ ხართ სიტყვასაც უკეთესად შეიძლება ამ პრობლემას ადრესებს. გეტყვით, იმიტომ რომ მე პირველ რიგში პირდაპირ ძალიან ღიად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს არ მიმიღია მაგალითად რომელიმე პოლიტიკური პარტიისაგან შემოთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიულ სიაში ან რამე კანდიდატად მათ ქონოდათ ინტერესი, რომ დავესახელებინე შესაბამისად, მე არ მქონია საშუალება, რომ ამაზე ან დადებითი ან უარყოფითი პასუხი გამეცა. და ამაში არის ყველაზე სერიოზული პრობლემა. ვერასოდეს ვერ ავირჩევთ ჩვენ ქალ პარლამენტარებს, თუ საპარლამენტო სიებში არასოდეს არ ჩაგვიწერეს ქალი კანდიდატები. და აი, როდესაც ვამბობთ, რომ გჭირდება კვოტები რა არის? კვოტები რა თქმა უნდა არის ხელოვნური რეგულირება. ჩვენ კანონით ვავალდებულებთ პარტიებს, რომ გარკვეული კანდიდატები შემოგთავაზონ ორივე სქესიდან და არა მარტო 99%-იანი პარლამენტი რო ყავს. ეხლა და 85%-იანი მარტო მამაკაცებისგან შექმნილი მთავრობა რო ყავს, ხო? პოლიტიკოსები რომლის მიხედვით ადგენენ სიებს. ამომრჩევლების მიხედვით, ხომ? თუ კი ამომრჩეველი უპირატესობას ანიჭებს მამაკაცს და მისთვის იდეალური კანდიდატი პირველ რიგში არის მამაკაცი და შემდეგ მოდის სხვა ყველა თვისება, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკოსიც მიყვება ამ შეკვეთას და მართლაც რომ ჩაკეტილი წრია და ჩვენ თუ საუბრობთ იმ სტერეოტიპების დანგრევაზე და რაღაცა ცვლილებაზე, საკანონმდებლო ორგანო ზუსტად ის ადგილი არის ერთ-ერთი, რომელმაც შესაძლოა პირველი ნაბიჯები გადადგას ამ სტერეოტიპების დანგრევისკენ. საჯარო სექტორზე მინდა გადავიდეთ პოლიტიკიდან. საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების მხოლოდ 22% მუშაობს. კერძო კომპანიების მხოლოდ 20%-ს ხელმძღვანელობს ქალი და აქვე შემდეგი სტატისტიკა. კომპანიების მოგება, რომელთაც მმართველ რგოლში ქალების მაღალი წარმომადგენლობა აქვს, 35%-ით მეტია. რა განაპირობებს იმას, დავით, რომ ქალები უფრო იშვიათად აღწევენ მართველ თანამდებობებს, მართველ პოზიციებს. ისევ და ისევ მიდის იქამდე თქვათ რა როგორ არის კონიუნქტურა ქვეყანაში, ის რომ თქვათ ქალს აქვს უფრო მეტი რაღაცა გამომდინარე ტრადიციებიდან, გამომდინარე თქვათ სოციალური ფონიდან რთული არის მისთვის თქვათ ოჯახის საქმეებს მოწყოს, თუ თქვათ ბავშვი დაიბადება, აუცილებლად ქალმა უნდა აიღოს ეს ტვირთი ან სხვა რაღაცა ოჯახის მიხედვის ტვირთი მთლიანად ქალზე გადადის და რა თქმა უნდა
და ეს უშლის ხალხს იმაში, რომ შემდეგ მოხდეს უწყვეტი ზრდა კარიერული, ხო? ის რომ თქვით ქალები არიან ზედარგოლებში და წარმატებას მიაღწია კომპანიებს, ალბათ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია არის უკვე განვითარებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპანია იქნება, რომლებიც ჯერ არ არის განვითარებული და ძირითადად ასეთი იქნება კაცების მიერ ჩამოყალიბებული კომპანია და შემდეგ როცა უკვე აღწევს რაღაც დონეს, მე უკვე ქალებიც შედიან და შემდეგ უკვე ვერ დავეთანხმები ბოლო ნაწილში და რატომ ეს წარმატება არ არის იმის წარმატებას კომპანია იმიტომ კი არ აღწევს რომ მაინც და მაინც ქალები ხავთ. იგივე წარუმატებლობისკენ არის განწირული გრძელვადიან პერიოდში კომპანია, სადაც მხოლოდ ქალები არიან. წარმატება მიიღწევა იმიტომ, რომ იქ არის სხვადასხვა მოსაზრება, სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულება და საერთოდ ძალების ერთმხარეს კონცენტრაცია არის დამღუპველი ნებისმიერი გინდა კომპანიისთვის, გინდა საზოგადოებისთვის და ცივილიზაციისთვის. ბიზნესში რამ ხელა მნიშვნელობა აქვს ამ პერსპექტივას? ეს ცოტა დისკრიმინაციული არ არის, რომ თქვა დავუშვათ, რომ აი ქალები ცოტა სხვანაირად ფიქრობენ, კაცები ცოტა სხვანაირად და ერთად უფრო ეფექტურად იფიქრებენ, ანუ რამდენ სხვანაირად ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ერთი მეორეზე ნაკლებია, ხომ? სხვანაირად ნიშნავს იმას, რომ იმის გამო რომ თქვა სიტყვაზე ქალი თუნდაც ბიოლოგიურად განსხვავებულია, თუნდაც რაღაცა შესაძლოა მას საერთოდ სხვა სოფხედველობა ჰქონდეს და სამყაროს სხვა ტიპის აღქმა. ქალები და კაცები რა თქმა უნდა არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან რადიკალურად, მაგრამ ქალებს აქვთ რა აქვთ განსხვავებული კაცისგან. აქვთ განსხვავებული გამოცდილება. ერთი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გენდერი განაპირობებს შენ გამოცდილებას. აქვთ განსხვავებული გამოცდილება. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ქალებს აქვთ განსხვავებული მართვის სტილი და ესეც არის დადასტურებული ამბავი, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მათი ბრძოლის მეთოდი არის განსხვავებული, მინდათ მათ ასე ვთქვათ პირამიდის თავში ისინი არასოდეს არიან, ისინი იყენებენ განსხვავებულ მეთოდებს. ეს არის ქსელური მეთოდი, ჰორიზონტალური მეთოდი, როდესაც უფრო მეტი მოლაპარაკება ხდება და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მოთამაშის ჩართვა ხდება და მოკავშირის მოძებნა და აი ესე მიდიან ისინი ზემოთ. შესაბამისად, აი ესეთი განსხვავებები, განსხვავებული გამოცდილება, განსხვავებული სტრატეგია, ასევე რისკებთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ქალებს, ანუ აი რისკების შეფასების და აღებასთან დაკავშირებით და როდესაც ორი ეს განსხვავებული გამოცდილება ერწყმის ერთმანეთს, ბუნებრივია უფრო კონკურენტული ხდება კომპანიაც, პარტიაც და სახელმწიფოც. ცნობილია, რომ ქალები რისკთან მიმართებაში უფრო ფრთხილად არიან, ვიდრე კაცები და არის ასეთი თეორიები, რომ იქნებ უფრო მეტი ქალი რო ყოფილიყო მენეჯერი Wall Street-ზე 2008-ში, არ მოხდარიყო დიდი ფინანსური კრიზისი. მილიარდერთა რეიტინგში შარშან ქალთა რაოდენობა რეკორდული იყო 172. ქალები რეიტინგის მხოლოდ მე-10-ს შეადგენენ. 172 ქალი მილიარდერიდან მხოლოდ 32-ია ეგრეთ წოდებული self-made. თქვენი აზრით, რა ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ განვითარებულ ქვეყნებშიც კი უელიტარულეს კლუბში ქალებისთვის კარი დაკეტილია? მილიარდს რომ მიაღწიო, საჭირო ბიზნეს პარტნიორებიც, მოლაპარაკებები და ნდობა ქალის მიმართ, როგორც ბიზნესის მკეთებლის მიმართ. ეს ნდობა დღეს ძალიან ცოტა ადამიანს აქვს, იმიტომ რომ ძირთად კაპიტალით ამოყრილია მამრობითი სქესის წარმომადგენლებში და მამრობითი სქესის დარწმუნება, რომ გახდეს შენი პარტნიორი, ან გასესხოს თანხა, ან რაიმე ტიპის მონაწილეობა მიიღოს შენს წამოწყებაში, არის ძალიან რთული. ასე რომ ეს არის საკმაოდ დიდი ბარიერი, რაც ქალს აი მე მახსოვს, როდესაც კონსულტანტი ვიყავი და ვიყავი საკმაოდ პატარა, შეხვედრებზე ეს იყო ბარიერი. იმიტომ რომ როდესაც მიდიხარ შეხვედრაზე, ხარ გოგო, არ გაქვს ასაკი, ასაკით მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ რაღაცა დამაჯერებლობა შეგძინოს, ხო? პრობლემა იყო ეს ყინულის გატეხვა. კაცულად შემზარავი სტატისტიკით უნდა დავასრულოთ. ქორწინებაში მყოფი ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. საუკეთესო ქვეყნები დედებისთვის რეიტინგში საქართველო 94 ადგილს იკავებს 176 ქვეყანას შორის. აი რატომ ქვეყანაში სადაც გაცხადებული დედის კულტია და ამით ყველა ამაყობს აი ესეთ სიტუაცია, რომ 94 ადგილი 176 ქვეყანას შორის. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ ერთი მხრივ უნდა შევხედოთ რას ნიშნავს დედის კულტი და მეორე მხრივ უნდა შევხედოთ იმ ინდიკატორს, რის მიხედვითაც ჩვენ ვართ 94 რას ითვლიან იქ, ხო? ანუ დედის კულტი ამ ხშირ შემთხვევაში თქო ის ვინც საგრძელოს ამბობს ამ დედის კულტის შესახებ, ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენია თქო უფროს ქალბატონს დაუთმოს ავარძელი ადგილი
ავტობუსში, ტრანსპორტში, მაგალითად, თქო, რაღაცა სხვა ასეთი ტრადიციულ გაგებასთან დაკავშირებული დედის კულტი. მაშინ როცა საერთაშორისო ინდიკატორებს უყურებთ, იქ ზუსტად არ ვიცი ეს ინდიკატორი, მაგრამ იქ ეჭვი მაქვს, რომ არის ისეთ რაღაცებზე, თქო, რამდენად აქვს ქალს იმის საშუალება, რომ ბავშვი როცა გაუჩნდება, შემდეგ თქო, ეს თანაბრად გადაენაწილოს, თქო, თავის სხვა ოჯახის წევრთან ერთად და ან მთელი ტვირთი მასზე არ გადავიდეს, ისე რომ ვთქვათ, შეძლოს აღებაც შობულების, დეკრეტული შობულების, შეძლოს კარიერულ განვითარებას და სხვა რაღაც მექანიზმები, რაც არსებობს, მისთვის იყოს ყველაფერი ხელმისაწვდომი. ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებს ქალების მხრიდან მოძალადე ქმრების თმენას? ვთქვათ, ქმარი ძალადობს ცოლზე, მაგრამ ცოლი არის დამოკიდებული რაიმეცნაირად ეკონომიკურად შეიძლება შემოსავლით არა, მაგრამ მაგალითად სახლით. მას არ აქვს არსად წასასვლელი. შესაბამისად, მას უწევს მოითმინოს ეს მდგომარეობა. მეორე სცენარი, მას აქვს წასასვლელი, მაგრამ უნდა დაბრუნდეს მშობლების ოჯახში, რომლებიც არავინ არ ვიცით რამდენად უჭერენ მას მხარს ამ გადაწყვეტილებაში. უმეტესწილად მათთვის ეს უსიამოა და ძირითადად რეგიონებში, სადაც ძალადობა გაცილებით მეტია, ვიდრე თქვა დედაქალაქში, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა განაპირობებს ორი აზრი არც არსებობს პრინციპში. დარბას მინდა დარბასთან გადავიდეთ. შემაჯამებელი შენიშვნები თუ არის დარბაზიდან და მინოს თუ უნდა სიტყვა. კვოტებზე საუბრობდით. ამომრჩეველი ყოველთვის ვცდილობთ ხმა მივცეთ ღირსეულ პიროვნებას. და ღირსეულობას არ განსაზღვრავთ გენდერის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ გენდერის მიხედვით. ანუ თუ არის მამაკაცი, მაინც და მაინც მას უჭერთ მხარს, ეს აბსურდია. ან თუ არის ქალი, ხმას არ ვაძლევთ, ესეც აბსურდია. ჩვენ ვცდილობთ ავირჩიოთ ღირსეული პიროვნება, ღირსეული კანდიდატი. და ეს კანდიდატი სწორად აღნიშნა ბაიამ, უნდა შემოთავაზებული იყოს სწორედ პარტიის მიერ. და წინასწარ განსაზღვრა, რომ ამდენი და ამდენი უნდა იყოს ქალი და ამდენი მამაკაცი, ალბათ ეს არასწორი მიდგომა იქნება, რადგან შეიძლება უფრო მეტი ღირსეული ქალი იყოს, ვიდრე განსაზღვრავთ კანონპროექტით, ან უფრო მეტი ღირსეული მამაკაცი იყოს ამორჩეულის თვალსაზრისით, ვიდრე მითითებული იქნება კანონში. მოდი განსაზღვროთ კონკრეტულად კვოტები, რას გულისხმობს, ეს არ არის ქალებისთვის კვოტები. ეს არის ფორმულირება თვითონ ასე არის, ხო, მაგალითად, ქალთა მოძრაობა, რასაც მხარს უჭერდა, იყო შემდეგი, რომ 150 პარლამენტარიდან 38 მინიმუმ უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის. იქ არ წერია პირდაპირ ქალი. მაგრამ ბუნებრივია, ვინაიდან სულ კაცები არიან, რომ ეს ამ შემთხვევაში ქალებს დაეხმარებათ. ანუ საუბარი იყო, რომ 100%-დან 25% მაინც იყოს განსხვავებული სქესის. იქ პირდაპირ არ წერია ქალია თუ კაცია, რომ ამას არ ჩამოწდეს. ქალების გენდერულ უთანასწორობაზე ვაპარაკობთ, არის საზოგადოების დამოკიდებულება მამაკაცების და მამაკაცური როლების მიმართ. ეს ძალიან აძლიერებს ამ უთანასწორობას. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია მამაკაცის სახლში, რომელიც უვლის ოჯახს. ვერ წარმოგვიდგენია მამაკაცი, რომელიც იღებს დეკრეტულ შობულებას იმისთვის, რომ მისი ცოლის ნაცვლად თავად მოუაროს 3 თვე ბავშვმა. და ასე შემდეგ. ჩვენ არ მოგწონს ესეთი მამაკაცები და არ მიგვაჩნია ისინი ჩვენი ყურადღების ღირსად. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სერიოზულად უშლის ხელს ქალების იმავე ადგილზე დარჩენას, სადაც არიან და მამაკაცებს კიდევ უზღუდავს არჩევანს. მათ მასწავლებლობა, შედარებით ვუბიძგებთ, რომ იყვნენ აგრესიულები, იყვნენ მომხვეჭელები და ასე შემდეგ. კი, აი ამისკენ ჩვენ თავად უბიძგებთ საზოგადოებას. სამწუხაროდ ამით ჩვენ დრო არ მოიწურა. შევხვდებით მომავალ სამშაბათს 20 საათსა და 30 წუთზე. უღრმესი მადლობა სტუმრებს, დიდი მადლობა დარბას და მაყურებელს. ნახვამდის.